რეტროგრადული სალამი ყველას დილამშვიდობისა ბედნიერი დილა დღე და კვირა ყველას მინდა გისურვო და ხარება პირველ რიგში რევანდელი დღე თუ გახარებულები მენახე თქვენ და სრულიად ვენერას ყოფაქცევა გვაინტერესებს ჩვენ გვაინტერესებს ვენერას უსაქციელობა ხوار დაემართა რა საქმე შეყვარებული ხوار ეს კაცი ვენერას რატო რომანტიკოსია ბატონო ეს ვიცით მაგრამ ვენერა გაახსენდა ამ დილამდე რომანტიკოსია სახეზით რომანტიკა მისვია რომანტიკოსია მაგრამ აი უკან გიდგათ ერთი ადამიანი ვინც ელოდება ბაბუს ხევის ეგ ყოველთვის ვიცით მაგ წყალი არ გაუვა მაგამ ბოს მან განეჩქარება და დაინტერესება ბატონო მიშა რა ხდება ამ კვირაში დავიწყოთ ეხლა რა ხდება პირველი და ესე იგი რაც მეტნაკლებად ასე ვთქვათ ნუ მეტნაკლებად არაუშავს პირველი ნახევარი კვირისა იმიტომ რომ დედამიწა პოზიტიური ორგანიზაცია შანსები პერსპექტივები ყველას გვაქვს კარგი ამიტომ მნიშვნელოვანი პროექტებია მნიშვნელოვანი რაღაც საწყობი მოლაპარაკება რაღაც ხელშეკრულება გინდათ პირველ ნახევარში 10 რიცხვის ჩათვლით მაქსიმუმ 10 რიცხვის მეორე ნახევრიდან უკვე იწყება ცოტა დედამიწის უარყოფითი ორგანიზაციაში გადასვლა რაც ნიშნავს რომ ცოტა გართულდება ურთიერთ გაგება გართულდება ხელშეკრულებების დადება გართულდება იდეების რეალიზაცია ანუ ჯობია პირველი ნახევარი კვირისა გამოვიყენოთ და გზაობა მოგზაურობისთვის ბატონო მიხეილ არ იქნება შეფერხება არა ყველაფრისთვის აი არ იქნება კიდე რატო ახლა მაგასაც გეტყვი დრეიდან მერკური გონების ინტელექტის და ასევე კომუნიკაციის და მოგზაურობის მმართველი პლანეტა ხდება სამკვირიანი რეტროგრადულობის შემდგომ ასწორებს თავის მოძრაობას დირექტული ხდება ეს ნიშნავს იმას რომ ხელს უწყობს უკვე მოგზაურობას კონტაქტებს იგივე დავუშვათ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებას რასაკვირველია ახალი იდეების რეალიზაციას აქამდე იყო ლაპარაკი ძველი იდეების დავუშვათ გამოსწორებაზე ან გაანალიზებაზე ახლა პირიქით ახალი იდეა ახალი კომუნიკაცია მოლაპარაკება გინდათ აი ეს ყველაფერი კარი ტექნიკა უკეთესად იმუშავებს ანუ დღეიდან სწორედ მერკურის აი ეს დირექტულობა მოგცემს საშუალებას უფრო მეტის მიღწევისა მაგრამ მაინც გაითვალისწინოთ კვირა პირველი ნახევარი უკეთესია ვიდრე მეორე აი ამის გათვალისწინებით 10 რიცხვის ჩათვლით ხო 10 რიცხვის ჩათვლით ეხლა ხვალ კიდევ მნიშვნელოვანი მოვლენა არის ესე იგი ესეთი ასტეროიდი ქირონი და იგი ხდება პლანეტა მარს გვერდ კერჩხების დაძაბული ასპექტი აქვს ცოტა ერთ სიტყვით და მოდი ეხლა ესე ვთქვათ ეს რას ნიშნავს ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ ოჯახურ ურთიერთობებში განსხვავებით თუმცა საერთოდაც გვექნება შიდა ბრძოლა ხან ვიქნებით მარსივი ძალიან აგრესიული და უკომპრომისო ხან უცებ ქირონივით გვინდა სამართლიანო და მშვიდობიანად მოაწესრიგოთ ესა თუ ის საკითხი ამიტომ არ გაიკვირდეთ რომ ესე იგი ეს არის ბრძოლა კომპრომისებისა აგრესიულ გამოვლინებებთან. და ეს გამოვლინდება ყველაფერში, როგორც სამყაროში, ასე სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებებში, შიდა ოჯახურ ურთიერთობებში და ასე შემდგომ. გამგროვებული იქნება აი ამით ეს მოვლენა. კარდინალური ცვლილებები გინდათ ცხოვრებაში მოახდინოთ პარასკევი დღე. ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო სწორედ მნიშვნელოვანი გინდათ მავნეჩვევებისგან ასე ვთქვათ, მოშორება თქვენი ასე ვთქვათ ცხოვრებისა გინდათ რაღაც რადიკალურად ადამიანებისგან. ხო, ეგეც არის. სასურველია პარასკევი ამ ხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა. კი ბატონო, არა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ზოგჯერ მავნე ადამიანი სერიოზულად გიშლის ხელს მავნებლები უნდა მოიშოროთ. კი ბატონო. და რაც შეეხება კვირას ჩვენ გვაქვს სავსე მთვარეობა. ვერძი სასწორი ზოდიაქალურ ღერძზე ხდება მზის და მთვარის დაპირისპირება. ამიტომ ვიღავით ყურადღებით. ესე იგი, რას ნიშნავს სავსე მთვარეობა? ეს არის უზარმაზარ ენერგიის შემოსვლა დედამიწაზე. ყველა ვერ უძლებს ადეკვატურად, ხო? ზოგს ემოციური გაღიზიანება აქვს, ზოგს რაღაც სუიციდური ფაქტორები აქვს, ზოგი აგრესიული ხდება, ზოგი დეპრესიული, სტუნებების შესტომების ალბათობა ამ დროს ყოველთვის მაღალია, მთავარი არის რა? აკონტროლეთ თქვენი სიტყვები, ნუ იქნებით ზედმეტად ემოციურ აგრესიული, ფეთქებადი და ძალისმიერი მეთოდებით მოეცდებით სწორედ ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტას. ამიტომ კვირა გაატარეთ შვიდად. ეს არ ნიშნავს, თუ თქვენ ოჯახში ხართ, მაინც ამ დროს შექმნათ კონფლიქტი და საქმეები გაარჩიოთ. ოჯახში შეიტანეთ პირველი ოჯახში, რა თქმა უნდა. ეს არის კოსმიური გამოცდის პერიოდი. ახლა რატო უსვავ ხას? აი ზოგჯერ მეუბნებიან კაც მე თვითონ არ ვიცი რა მეტაკა. აი რატო გავხდი უცებ აგრესიული? რამ გამომიყვა? არაფერი ისეთი არ იყო, ხო? ვიზეზი ხელშესახები, მაგრამ ადამიანმა გაიღვიძა დილიდან და არის ძალიან ცუდ აგრესიულ განწყობას და მე აყრის ამას ოჯახის წევრებს. ხო და ოჯახში სიმშვიდე არ გაქვს, არც გარეთ, ხო? აბსოლუტურად მართალი ხარ, ამიტომ კვირა გავატაროთ. შეიძლება გაიღვიძოთ ცოტა დაძაბული. გაღიზეთ სავსე მთვარეობაზე ძილი ტყდება. თუ გავიღვიძებთ ეს უკვე კარგია. კი, მაგრამ მეორე ვარიანტიც არის, ოთახ. მეორე ვარიანტიც არის, ცუდად ძილი.
ძინავთ. გესმის, რადგან დიდი ენერგია მოდის, ცუდად ძინავთ და ცუდად რო იღვიძებენ, არიან აგრესიულები, გესმის და ამიტომ ყველას თქო, მაქსიმალ კონტაქტი სასიამოვნო ადამიანებთან, ბუნებასთან, ხელოვნებასთან, ჰიუმორთან, კი ბატონო და ნუ გადაიტან თქვენს აგრესიას მithumetes ოჯახის წევრებზე, ახლობლებზე, მეზობლებზე და შემო. აი მას მე აქცევთ პირველ ყურადღება ამ კვირის განმავლობაში. ხა რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, თავარი ფავორიტით ვიწყებთ ვერძი. აგერ ბატონო ყავს ნინო, თვალებში მწყინვალებას ატყობთ. თუ არ ატყობთ, თქვენ ახლა ყოველდღე ხედავ და მე ვხედავ კვირაში ერთხელ, ამიტომ მე ვატყობ, თქვენ შეიძლება ვერ ატყობთ ამას. ჩვენც ვატყობთ. შვენიერი, გადასარევი ვერძისთვის შვენიერი პერიოდია. აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, ქარიზმატულია, მიმზიდველია, კომუნიკაბილურია, გონებავახვილია, ნამდვილი ლიდერია, ორგანიზატორი, სხვა ძალიან კარგი პერიოდია, არა მარტო ახალი იდეების რეალიზაციისათვის, არამედ ძველი მაგალითად შეცდომების გამოსწორებისათვის. ან შეიძლება ძველი ურთიერთობების აღდგენისათვის. ანუ ეს არის პერიოდი, რომელიც გაძლევს საშუალებას წარსულის ანალიზისა, სწორი დასკვნების გაკეთებისა და ამავდროულად ახალი იდეების რეალიზაციის, ახალი პარტიული თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა, ანუ ფინანსური კუთხითაც, ახლა ვახოს გაიხარდება, იმიტომ რომ ვერძი ყავს, ფინანსური კუთხითაც, მაღუთის კეთების კუთხით, მოდი ესე ვთქვა და ასევე პროფესიონალური გავითარების კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ვერძი ნამდვილი ლიდერია და ყურადღების ცენტრში ექცევა ამ პერიოდში. ახლა თქვენი ამ კვირაში სამჯერ უნდა ვიყოთ და მადლობლები ვართ ჩვენ, რომ ვერძი, ესე იგი, ჩვენთვისაც კარგი კვირა გამოდის რეალურად. ახლა გოდერძი, შენ რო ხედავდე ვერძი, ახლა თქვენსკენ აფქვევს ისე ძლიერ და სასიკეთო ენერგიას. ეს საუბრაზეც მოქმედებს, ეს განწყობაზეც მოქმედებს. მაგრამ როცა ჩამქრალია, მე იმასაც ვამბობ. ხო არის ეს მომენტი? აი ეს იოსად. და როდის ჩაქრება? ეხლა თქვენ დაგიჩქარება, გეტყვი, მაინტერესებს. კურში გეტყვი, მე რა ჩუმად. კიდე რომ ჩაუქრე. ჩუმად არ უნდა გაგვიგოს, ხო იცი, შედეგამოვი. ეხლა რაც შეეხება ყუროსთვის იწყება ცოტა რთული პერიოდი 10 რიცხვის შემდეგ. ყუროებო, რაღაცა საქმე გაქვთ, იდეა, პროექტი, მოწესრიგებელი საკითხები 10 რიცხვამდე. 10-ის მერე უკვე ენერგოტონუსი თქვენი ძალიან დაბალი ხდება, ჯანმრთელობას გაუფრთხილდით, ცოტა მეტად გამოაძინეთ საკუთართან, იმიტომ რომ ადვილად იღლებით. დაღლის შემთხვევაში ეს ყველა შესაბამისად მეტად უშვებთ, ხო? ტრაუმნაური ტენდენციების ალბათობა მატულობს, მოშურნეები, ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები, კონკურენტული ბრძოლას ყველაფერი ძლიერდება. მაბლი ადამიანები ამიტომ ზურგს უკან რა ხდება, აუცილებლად დაუგდეთ ყური, რომ გაითვალისწინოთ რაღაცების შესწავლები არ დაუშვათ, ენას კვილი დააჭერეთ, საიდუმლო დაიცავით და ისე იმოქმედეთ, სხვების ზედმეტი ჩარევის გარეშე უკვე 10 რიცხვის მერე, 10-მდე კი ბატონო მოაწესრიგეთ ყველაფერი. 10-ის მერე გადადით 7 კორპუსური ბრძოლაში. მე არ ვამბობ ზოგს ესმის, რომ აბა რა ვქნათ, აღარ გავინძრეთ, არავინ არ ამბობს ამას. საქმეც აკეთეთ, ვალდებულებებით შეასრულეთ ყველაფერი, ოღონდ გაქვთ საშუალება მეტად გამოაძინეთ თავი, მეტად მიეცით ორგანიზმის დახარჯული ენერგიის აღდგენის საშუალება და ნუ იკამათებთ, ნუ შეხვალთ კონფლიქტებში, ახლა არის თქვენთვის უიღბლო პერიოდი. მაინდამაინც ახლა ნუ დაიწყებთ სარისკო მოქმედებებს, თუმცა სტუმრება გექნებათ. აი ახლა მოვლენის ადამიანები, რომელიც მოგეტყვია, რომ აი ხო გინდა კარგი მაყუთი გააკეთო, აი გაძლევ პროექტს. არ და თანხმობთ. არა, აცალეთ 1-10 დღე. აი მერე კი ბატონო. ამაზეა საუბარი. რაც შეეხება ახლა ტყუპებს, ამ ტყუპებს ვერ გააჩერებთ. ახლა ენა 2 მეტრნახევრიანი, წინვალე ორატორული მონაცემები, შავზე თეთრი დამტკიცება არ უჭირთ, გონება מחვილობა, წინვალე გენერირება ერთი მეორეზე საუკეთესო იდეებისა და მრავალფეროვანი კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, ინტერნეტთან მაქსიმალური კონტაქტი. აქედან იღებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას, მეგობრული წრე ფართოვდება. ძველი ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე ადის. რეფორმების დროა შემოკარგებო რაც მეტად. სიახლეები, რაღაც ახალი პროექტები, ახალი მეთოდოლოგიები საქმიანობაში მithmetet წარმატებული იქნებით, მაგრამ 10 რიცხვის მერე ცოტა ყურადღებით. 12-იანი. ფეიკი ხო არა, 12-ნახევრიანი. შენ არ ვიცი ახლა თუ არ ქონია ურთიერთობა ტყუპებთან, არ იცი მაშინ. ეს ნიშნავს რომ ჩერდება. კი, მე მქონია და მომენტი აღარ არის. ვიხდი? ეს მომენტი აღარ არის. მაგრამ ძალიან წარმატებული პერიოდია ქუდაოდ. ეხლა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები ჯობია 10 რიცხვის ჩაქვით. მე ცოტა სერტოლები იქნება. კირჩებები. ერგოტონუსი უმცირდება 10 რიცხვის მერე განსაკუთრებით გაცვლიების ალბათობა მატულობს, ამიტომ ცოტა ყურადღებით ვხილავთ, მithumetes შიდა გაღიზიანება ძლიერდება. მოდის თან სავსემთვარეობა კვირას და ეს თუ არასთან არის დაკავშირებული, რომელიც მათი მმართველია. ამიტომ ემოციური გაღიზიანება მატულობს კვირის მეორე ნახევარში. მაქსიმალური სიფრთხილე წინდახედულობა, მოთმინება, თავდაჭერა, ემოციური კონტროლი, სიტყვების და აზრების და ემოციების მიმართ. განსაკუთრებით სახლში და სამსახურში. კონფლიქტი არ ქონდეთ ხელმძღვანელ პირებთან. თორე
სერიოზულად დასწევს თქვენს პროფესიონალური წინასწრის პერსპექტივებს. ეს გაითვალისწინეთ. თუ მნიშვნელოვანი საკითხები არის პირველ ნახევარში განახორციელეთ. რაც შეეხება ლომს იმპერატორთან ნიშნავს რა გააჩერებს ვერძი ზოდიაქოში ამ მზე მონათესავე მისი ცეცხლის სტიქია გიზგიზებს, ამიტომ ეს ნიშანი აქტიურია, ეფექტურია, ძალიან ენერგიულია, ბევრი რამე შეუძლია მგზავრობა, მოგზაურობა, ტურისტული ლაშქრობები, უცხოელებთან კონტაქტები, ახლა უნდა ნახოთ ხო იცით როგორი როხროხა საერთოდ ეს ნიშანი და უყარ საკუთარი თავის საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოხვედრა. ეს სხვა შორის აი ტრამპს აქვს ასცენდენტი გარეგნობის ნიშანი ლომში. ხო ატყობთ როგორი ტიპია, ხო ეს როგორ უას ეს მოდრა. ქარიზმა. ხო, ერთ-ერთი პრეზიდენტი რო ესე გაწია თუ გახსოვთ ეს არის ლომის ელემენტი და ამ შემთხვევაში ახლა ისეთია ენერგიული და ყველაფერი გამოსდის იდეების რეალიზაცია მაქსიმალური პარტნიორული თანამშრომლობა უცხოელებთან. ახლა იქნება კარგი უცხოეთში მგზავრობა, მოგზაურობა არნახული შტაბით მნიშვნელოვან პროექტებსაც ჩამოიტანს იქედან და ფინანსურადაც გაუმჯობესებს თავის ცხოვრებას, ეს კარგი შეიძლება დაფინანსებელი სპონსორებიც იპოვოს კი. ამიტომ ძალიან უნდა იაქტიუროს ამ ნიშანმა ჯანი ამის საშუალებას აძლევს და იღბალი. მაგრამ 10 რიცხვამდე. არა, 10 რიცხვის ჩათვლით უმჯობესია ეს განახოთ. მე ცოტა მეტი სირთულეებია, მაგრამ თლიანობაში მაინც ხო, რო ვიცოდეთ რიცხვები. კი ბატონო, ეხლა რაც შეეხება ესე იგი ამ კაც რაღაც სერიოზული გეგმებია ხო არა მას არ იღებს. თავი 90 წელი ჯამდა 93 წელი ჯამთელად არის. ესე იგი ვერძის ცუდი პერიოდი როდის დაიწყება ეს ლომის გამოყენება ნახე უკვე წავიდა გეგმების დალაგება. უნდა იცოდეს ვის ჯიბეში რამდენი დევს. აბა როგორ კი ბატონო. ეხლა შევგო ეხლა კალწულზე გადავედით. კალწულებო შევკარგებო 10 რიცხვამდე ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ბევრი რამ გამოგდით. კოლექტიური საქმიანობა, ინდივიდუალური შემოქმედება, ჯერ კიდე ენერგია, ჯანი გაზლებთ ამის საშუალებას, მაგრამ 10 რიცხვიდან უკვე აშკარად იგზნობთ. ეროტონუსი ეცემა, ადვილად იღლებით კი გინდათ. ერთია რომ გინდათ ბევრი რამ გააკეთოთ, შეასრულოთ ხო ესეთ ნიშანი არასდროს არ გეტყვის. სანამ არ წაიქცევა ქალწული არ გეტყვის, რომ დაიხალა, რაღაცა პრობლემა აქვს, ხო? ბოლომდე გინდათ რომ შეასრულოთ თქვენი ვალდებულება, პასუხისმგებლობა მაღალია კამნიშას, მაგრამ შეიძლება წაიქცეთ 10 რიცხვის მერე და არ გინდათ, ხო? ესე იგი ცოტა 10 რიცხვის მერე გადაერთეთ 7 ხორომის ურითუზე, ყოველდღიურ საქმიანობაზე, ზედმეტობაში ნუ გადახვალთ, რაც თუ არა მთელი კვირა ენას ყველი დააჭერეთ. საიდუმლო და ხა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზოგს გონი ამას რომ ვამბობ, რომ არ ილაპარაკონ. როგორ არ ილაპარაკონ, კაცო, ოღონ საიდუმლო არ გათქვა. თქვენი ახალი იდეა, ახალი პროექტია ვიღაცა დავშეთ მოგწოთ, წინ და წინ, ნუ იტყვით. ამაზე ლაპარაკი რომ უკუღმა არ წავიდეს ეს ყველაფერი, ხო, ეს არის. სასტორი ძალიან ეფექტურია, ძალიან ინდივიდუალისტია და თან კოლექტიურ საქმიანობაში მიიღებს მონაწილეობა ზატყოფნაშია სხვათა დახმარებისათვის და ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის პარტნიორული ურთიერთობა, ბიზნეს, საქმიანი პარტნიორული კონტაქტი ან პირადი ურთიერთობა. ქორწინებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი აქვს სხვათა შორის. ძალიან კარგი იქნება როგორც შემოქმედები. აი ეგ რა მაგალითად ამუშავეთ შემოქმედებითაც. ცეკვა, მხატვრობა, პოეზია, ლიტერატურა ძალიან კარგია დიზაინში, არქიტექტურაში მაგალითად და ასე შემო. მაგრამ მეორე ნახევრისთვის ნუ გადადებთ იმ საქმეებს მოლაპარაკებებს, რომელიც საჭირო ამ კვირაში რომ ჩატარდეს. პირველი ნახევარი 10 რიცხვის შემო. თორემ პარასკევიდან ცოტა მეტი სირთულეები იქნება და მithumetes კვირაში ჩვენ გვაქვს სავსე მთვარე, რთული პერიოდი და ამიტომ ჯობია ყველა პირველი ნახევრისთვის გადადოს მნიშვნელოვანი საქმე, მათ შორის სასწორისთვის. და ეხლა მორიოს რაც შეეხება 10 რიცხვამდე ეს ნიშანი 100-ია თუ ისე. ჯანზეა ენერგია აქვს იმისთვის რომ ბევრი იდეები, პროექტები განახორციელოს, გარკვეული რევოლუციაც მოახდინოს თავის გონებაში, თვით შემეცნების შეცვლისთვის, კომპეტენტურობის გამოსავლენად ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. 10 რიცხვამდე ეს ყველაფერი და როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი გადასარევად წარმოაჩენს საკუთარ მონაცემებს, მაგრამ 10 რიცხვის მერე უკვე ცოტა უნდა გადავიდეს 7 ხორომის ურითმზე, იმიტომ რომ აქ უკვე პრობლემები მოეძალება, ფაული მტრები გაუძლიერდებიან და ამიტომ უნდა იყოს ყურადღება და განსაკუთრებული ყურადღება 10 რიცხვიდან ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კუჭ-საზღვავის ზონა, კვების კულტურა, წინა პლანზე აქვს მოწამვლის ალბათობას მაღალებს თუ ხარისხი მიაქციოს ყურადღება საკვების და სასმელის. მოწამვლის ალბათობაში იგულისხმება პროდუქტით მოიწამლება და არასვები მოწამლავენ. თავისთავად იქით თუ მოწამლავს, ვინმე სვებას იმდენი შხამი აქვს, რომ ეგ ეყოფა ბევრს, მაგრამ თვითონ პროდუქტით რასაკვირველია, თორე შიდა შხამი ეს ზოგიერთება კარგად ციახება მორიელის შიდა შხამი, ხო? ხო, არავის არ უსურვებდი ამას. და ეხლა რა შეეხება შულოსებს, აი ოთართან გადავედით. შულოსანი ენერგოტორუსი მისი მატლობს აშკარად რას ქვია უმჯობესია
მანიფესტება პოტენციალი, ამიტომ უფრო აქტიური ხდება, უფრო ენერგიული, უფრო ინიციატივიანი, გონებამახვილი, საინტერესო იდეები. ეს სხვა შუა ძალიან კარგი პერიოდია პირადი სასიყვარულო კონტაქტებისა და ურთიერთობათა ასამაღლებლად, ასამაღლებლად და გასაუმჯობესებლად. აი ახლა მოდი ასე ვთქვათ, შეიძლება კვალიფიკაციის ამნიშანმა შეიძლება ნამდვილი შოუ სპექტაკლი მოაწყოს სასიყვარულო პარტნიორისთვის, შვილებისთვის, რაღაც დღესასწაული მოაწყოს, მათ შორის შეიძლება ეს სიურპრიზები ეხერხებათ შვილებს. ხო, და აი ახლა ამ კვირაში ნახეთ რეებს მოიფიქრებს და როგორ გაახორციელებს ამას რა სიურპრიზისა და სიურპრიზი როგორ განახორციელებ, რა ფეიერვერკულ ელემენტებს შეძენს, ხო? ყველა აი ამის გადასწარი უნდა აქვს, იმიტომ რომ ფანტაზია არ ნახული, შესრულების უნარი წვინვალე, ორატორობას ახლა არასოდეს არ უჩიოდა შილოსანი მოგეხსენებათ. ამიტომ შესაძლებლობები აქვს მრავალხრივი. შეიძლება სხვათა შორის თანამდებობას დაიკავოს საკმაოდ მნიშვნელოვანი. თანამდებობისთვის შეუფერებელია ბატონო. არა, მოიცა, ეს უკვე შენი აზრია, კერძო, მაგრამ რისი თქვა მინდა? პოტენციალი იმისა, რომ იყოს ლიდერი, ხელმძღვანელი, საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოხდეს და თავისი ავტორიტეტი კიდევ უფრო მეტად აიმაღლოს, ეს კვირა ერთ-ერთი საუკეთესო. ამიტომ ყველაფერი გამოგდით. შვილოსნებო ხარ, თქვენც უნდა მიდგეთ, მოდგეთ და ხალხი შეაწუხოთ, იმიტომ რომ არაერთ საინტერესო იდეა პროექტი შეიძლება განხორციელდეს. ჯობია 10 რიცხვის ჩათვლით. ერთი სული აქვს, სადმე ვაკანსია გაჩნდეს. ეხლა რა შეეხება დღესკაც პირველ ნახევარი აქვს ძალიან კარგი. შეიძლება გრანდიოზული საქმეების განახორციელოს, პარტიული თანამშრომლობა ჩამოაყალიბოს, ფინანსური მდგომარეობა გამჯობესოს, ბევრი კარგი რამ გამოდის, მაგრამ ქალწულს გავს ძალიან თხისკარით. ყველაფერი უნდა, ბევრი უნდა რომ მოასწროს და შრომობს, მაგრამ მეორე ნახევარში 10 რიცხვის შემდეგ შეიძლება წაიქცეს. რატო? იმიტომ რომ კი უნდა, მაგრამ ჯანი არ ყოფნის, როგორ ისწავლონ ამ ძალების გადანაწილება? ახლა ადამიანია, homo sapiens-ი რას ნიშნავს, ხო? ახლა ცნობიერება რისთვის მოგვეცა იმისთვის, რომ გაიაზროს, რომ მეორე ნახევარში იგივე ტემპით მუშაობა და იგივე რაოდენობის საქმის გაგება ნიშნავს, რომ შეიძლება წაიქცეს. ანგულსი ზარღვანა სისტემა უთქუნოს, ამ პრობლემები შეექმნას და უნდა ახლა ექიმებთან მოხვედრა და მეორე კიდე ფულის ხარჯვა ზედმეტი თუ უნდა კი ბატონო. მეორე ნახევარი კვირისა გაატაროს მშვიდად, ანუ რაც დაიწყო პირველ ნახევარში ეს გააგრძელოს. შემდგომ ხო მით უმეტეს სავსე მთვარეობა გქონდა, არ უწყობს ის ხელს უკვე საქმეების რეალიზაცია. ამიტომ 10 რიცხვის ჩათვლით იაქტიუროს, რაც შეიძლება მეტი გააკეთოს, 10-ის მე პროდ გააგრძელოს შეულებრივად და გადავიდეს 7 რევზე. პატარა დასვენების მე ვიცი რომ ამის დასვენება არ უყვარს, მაგრამ პატარა საშუალება პატივი ეცი თქვენს ორგანიზმს. აი მოდი ასე ვთქვათ რა. ეხლა დამეთახმება უთარი ამაში რომ ადამიანმა პირველ რიგში პატივი უნდა სცეს საკუთარ ორგანიზმს, რომ მის ხელში ზის მისი სული და სული არის უფალი. ამიტომ მოდი უფალს პატივი ვცეთ დრო და დრო დასვენებით. როცა ადამიანი მეუბნება 20 წელი არ დამისვენია, მეუბნები ბინძური ხარ. იმიტომ რომ შენი სული და ბინძურე, იმიტომ რომ 20 წელი არ აძლევ დასვენების საშუალებას ხელს. მიხდი? ამიტომ თხისკებმა გაითვალისწინო. რა შეეხება მერწყულებს აგერბათ? საუკეთესო პერიოდია. შენ აქ საერთოდ რასაკეთებ ეს მაინტერესებს. მოიცა ბატონო. ეხლა უნდა იყო აქტიურ მოძრაობაში, მოგზაურობაში, მრავალფეროვანი შეხვედრები, კონტაქტები, მოლაპარაკებები, უამრავი ინფორმაცია მოდის, ინფორმაციული ველი იხსნება ეხლა მერწყულთათვის. შეუნდა იყო ეხლა მრავალფეროვანი ისეთ ურთიერთობებში საინტერესო ადამიანებთან, საიდანაც მოვა უამრავი ახალი პროექტი, იდეა, ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა, ყველაფერი გამოგდა. ხო, მაგრამ ყველაფერი უკუღმა არის ახლა, სხვებს გაიხსნათ, ახლა იწყებენ აქ, სხვები მოძრაობას. ნახავთ მომდევნო კვირებში მაგას. ყოველ შემთხვევაში მერწყულისთვის გადასარევი პერიოდია. წარმატების შანსი აქვს მრავალფერ სწავლისთვისაც გადასარევია, ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი საყიდლების წინაშეც კი დადგე და სახლიც მოიწყო და საერთოდ კეთილდღეობას ხელში მეტლახს ხო აგებ? მეტლახს კი არ ბაგებ, მეტლახზე კინო გადახარ, რომ მიდიხარ ჩამოიტანე რამე, ჩამოტანელი უფრო მესია მომნება მე. მე მგონი მეტლახი აგებს მას უფრო მეტად ეხლა ვიდეო. ეხლა ჩემო კარგი მოდა თევზებს რაც შეეხება თევზებს 10 რიცხვის ჩათვლით, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები შეასრულეთ, მოლაპარაკებები, შეხვედრები, კონტაქტები, ინტუიცია ჯერ კიდევ მზარდი გაქვს და შემოქმედებით ინჩიტად შეგიძლიათ გამოარჩიოთ საკუთარი პერსონა, მაგრამ მეორე ნახევარი 10 რიცხვის შემო უკვე იგრძნობთ რომ დაღლილი ხართ. იღლები
გეტყვით, შეცდომების დაშვების ალბათობა მაღალია, ცნობებზე აყოლის ტენდენცია მაღალია, ჯანმრთელობას ცოტა მეტად გაუფრთხილდით, აქ ნუ გადაიღლებით. ლაპარაკი იმაზე კი არის, რომ აფერ გააკეთოთ, უბრალოდ ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი და უბრალოდ შვიდწყორი რიტმზე გადადით და არ აყვეთ ცუდ აზრებს. რას თავარი, ანუ ოპტიმიზმი, ხა მოდი ასე ვთქვათ, რადგან ჩვენ ვერტში ვართ, მზე გადის ვერძის. ოპტიმისტურ ნიშანში. ეს ნიშანი ოპტიმისტია. ამიტომ რაც მეტად ვიქნებით ოპტიმისტები, მათ შორის თევზებს. ანუ თევზებმა დაუჯერონ ვერძებს. ასაგვირველია, რაც არა, კი არ დაუჯერონ თვითონ საკუთარ თავში ცოტა გახსნათ ვერძის ოპტიმიზმი. რომ ამეთი უნდა წარმატებული. შეუძლიათ ეს? თუ მოიდომებენ, ყველაფერი შეუძლიათ, მაგრამ თუ არ მოიდომეს, აღვებიან მელანქოლიას და მერე დაიწყებენ ტირილს, როგორც ტრადიციულად ხდება მათ ცხოვრებაში. რა უბედური ვარ, ეს მათი ფრაზაა საყვარელი, ხო? რა ფრაზაა ბატონო მიხეილ? რა უბედური ვარ, იმიტომ რომ დეპრესიული ნიშანია, ამაში უბედურება. ამ დროს აქვს გადასარევი იუმორი, დახვეწილი იუმორი. წამოწიეთ ეს იუმორი, წამოწიეთ თქვენი შიდა მონაცემები საქმემოქმედო აქციებში ჩაერთეთ, ადამიანები გაიცანით და შემო. კიდე გახსენდა ვიღაცა ახლა ოთარის უკვე ამ კუთხით. რაღაცას გვიმზადებს ეს კაცი, ცოტა ხანში გავიგებს. არაფერს ცუდს. იმედია. ბატონო მიხეილ, ესე იგი, კვირას გვაქვს სავსე მთვარე, ამიტომ უნდა კვირას სავსე მთვარო, 10 რიცხვამდე გადასარევი პერიოდი გვაქვს. 10-ის ჩათვლით. 10-ის ჩათვლით. კი, კი. 10-ის შემდეგაც არ არის ცუდი პერიოდი, მაგრამ ხელად საჭესთან განსაკუთრებით ზოგს ეკნება ჯირითის სურვილი, იმიტომ რომ სავსე მთვარე მოჭარბებული ენერგიაა. ამიტომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა იქნება აქ ჯირითის ხასიათზე, რომ ეს ენერგია როგორმე გამოუშვას, ხო? ეს ორთქლი. ამიტომ ვიყავით ცოტა ყურადღებით, არ აყვეთ პროვოკაციას, შორის საჭესთან. არ აყვებით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა და წარმატებები ყველას. წარმატებები თქვენ, ძალიან დიდი მადლობა, ვინც შეერგაფრთხილებულია, ის შეერაღებულია. ახლა გოდერძის